მე ვარ ელისა ბერიძე 7 წლის. ვსწავლობ მე-13 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა ტანვარდიში, ბალეტი და მზარეულობა. ყველაზე უფრო მიყვარს ბალეტი. ჯერ არ დავდივარ, მაგრამ მინდა შესვლა. ახლა მე თვითონ ვიგორნებ ბალეტის მოძრაობებს. ხელებსაც კარგად ვამოძრავებ და ფეხებსაც. YouTube-ში ვნახე, რომ ერთი გოგო ოცნებობდა ბალეტზე შესვლას. მე საღამო რო იყო, გამოიპარენენ სახლიდან დედად და მამას რო არ დაენახა. და წავიდნენ პარიზში საბალეტო სკოლაში. ეს იყო ნამდვილი ამბავი და მეც მინდა რომ წავიდე პარიზში საბალეტო სკოლაში. მაქვს კარგი ტანი და ტანვარდიშიც კარგად გამომდის. 3-ჯერ 4-ჯერ ვეხტუნე ბატუძეც. მე შემიძლია ბატუძე ხვდე 3 მეტროზე. 2 ცეკვა ვიცი, კარგად აჭარო და რაჭული. ჩემი საყვარელია რაჭული. საყვარელი ლეთია ეს. ესეთი. ჩემი სკოლა მიყვარს იმიტომ რომ ვთამაშობ ჩემ კლასელებთან ერთად. მიყვარს ქართული წიგნის წაკითხვა და მუსიკა. კიდევ იმიტომ მიყვარს რომ ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. იმ კლასში ყველაზე მხიარულია მარიამ ბერიძე. ყველაზე ჭკუნიანები ვართ მე და მილენა. ყველაზე მშვიდია ემილი. ყველაზე ცალკე ალექსანდრე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და კეთილი. ძალიან მიყვარს სიკეთეების გაკეთება. ერთხელ ჩემ დედიკოს დავეხმარე დალაგებაში. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიკეთე. ჩემი საყვარელი საგანია მუსიკა. საყვარელი მასწავლებელია ერინა ირიმაძე. ის არის მხიარული, მეხუტება. კიდე ჩვენ გვაქვს მალე გამოშვება ზაიმი და გვიმზადებს საჩუქრებს. საჩუქრები ძალიან მიყვარს. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუა სულ მაქვს საჩუქრები. შარშან ვიყავი 6 წლის და ოცნებობდი რომ მქონდა მე სათამაშოები, ანუ თოჯინები და დავწერე წერილი თოჯინები ჩამოეტანა და თოჯინები ჩამომიტანა. წელს მინდა მომიტანა საბრანჭეო საღებავები. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 56 წლის. მისი ნამდვილი სახელია ნიკა. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი სალონისტი. ახლა მინდა გამოვიდე მზარეული. მზარეულობა იმიტომ მინდა რომ სოფელში რო ჩავდივალ, სულ ვაწყობ დონატებს, ტკბილეულობას, ესეთ რაღაცებს. ჩემი საყვარელი ტკბილეულია დონატი. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო აჭარელი ხაჭაპური. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია პიცა. ახლა ყველაზე კარგად გამომდის მაფინების გაკეთება. ჩემი აზრით მზარეულობის ნიჭი მაქვს ბებიასგან. რო გავიზრდები, ალბათ გავხსნი ჩემ რესტორანს. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, დედიკო და მამიკო. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 5 წლის და ქვია მათე. ის არის ჭკვიანი, მხიარული და ცელკი. ჩემი აზრით მათე რო გაიზრდება, გამოვა მშენებელი. მამიკო არის სიმპათიური, მხიარული, კეთილი, ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, კეთილი, მზრუნველი, ფილი და მხიარული. მე ვარ დედიკოს გოგო. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. უკვე ვისწავლე ყველა ასო. ყველაზე მეტად მიყვარს ასობგერა ხ. იმიტომ რომ არის 3 გადამული ერთმანეთზე. მე ასევე მიყვარს მულტფილმების ყურება. ჩემი საყვარელი მულტფილმია საბალეტო სკოლა წეღან რომ მოვყე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავხდებოდი მაგარი ბალერინა. ვარ ლამაზი გოგო და მეხტება გაბრანჯო. მე ვიბრანჯები ასე პამადას ვისმევ თვალებზე, ანუ რაღაცებს ვისმევ და ესე შემდეგ. გაბრანჯვის მერე ყველაზე უფრო მიყვარს სტუმრად წასვლა ნინისთან, ნათლიას. პრინცესელებიდან მე ვგავალ რაპუნცელს, მაგრამ მე უფრო ლამაზი ვარ. წინა ნაწილემ დამეტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია ჩემი დედიკო თეო შენგელია. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ყავისფერი ფუმფულა ლეკო. ბედნიერება არის პატარა ლეკვი, დედასთან ჩახუტება და ბალეტზე შესვლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.